ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის პაატა აციმბას მინაშვილის ქუჩაზე სამიაღვრი არხის მოწყობაზე მომუშავე კომპანიის დირექტორის და ჰალილ ექშისა და ტექნიკური დირექტორის გიორგი ოდიშვილის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. გამოძიება აციმბას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასაც სახელმწიფოს კუთვნილი 508,310 ლარის მითვისებაში დახმარებას კომპანიის ხელმძღვანელ პირებს კი ყალბის საფუთების დამზადებას და თაღლითობას ედავება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ ჯარიმა ან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდების ფორმულირებიდან თითქოს იგი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰალილ ექშს დაეხმარა თაღლითობაში, რაც ვფიქრობ, რომ აბსურდულია, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად უტყუარად ამას ვერ ადასტურებს. პაატა აციმბას ედავებიან, რომ თურმე მან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გადარიცხა, თუმცა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ პაატა აციმბას უცნობილი იყო ამ დოკუმენტების სიყალბის შესახებ, ბრალდების მხარეს არ გააჩნია. ვერანაირად ვერ საბუთდება, რომ გიორგი ოდიშვილმა გააყალბა დოკუმენტები ან თაღლითობის ჩადენაში დაეხმარა ჰალილ ექშს. მას არც ერთ დოკუმენტზე არ მოუწერია ხელი და ამასთან არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იმაში, რომ ექში დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს.